მშვიდობის ხალხებო, აბა როგორ ახართ, როგორც ამდებით, როგორ გიგიხოთ, ეხლა უნდა ყავა გავიჭერო და ეს გავრეცხე, ბავშვის ნივთები გავრეცხე 90 გრადუსზე. პატარა აღარ არის, აღარ ვრეცხავ ხოლმე ეგეთ მაღალ გრადუსზე, მაგრამ ზოგჯერ მინდა ხოლმე რომ გავრეცხო და რამდენიმე ისეთი ნივთი იყო ცოტა დალაქული და რაღაცა და ავდექი და მივეცი საბავშვო ნივთები და კიდე არის 90 გრადუსი. ხომ წყალი გინდა ჩემო სიცოცხლე? სად არის აბა შენი ისა? შევუწვი მაკარონი და აღარ მახსოვდა რომ დღეს ის იყო შაბათი ხალხო და გუშინ საღამოს ვაპირებდი აჯაფსანდარი გამეკეთებინა, მაგრამ მე გამახსენდა დღეს შაბათია და არ არიან სახლში და ვიღაცთვის გავაკეთო. ჩემთვის გავაკეთებ ცოტას დღეს და ხვალ გავაკეთებ კიდე იმათთვის რომ ახალი იყოს. დღეს ისეთ საჭმელებს დაახვედრებ და ბები ახლა მორენ არაფერს აღარ ჭამენ ხოლმე აჯაფსანდოს კი არა. იქიდან რომ მოდიან ხოლმე იმ დღეს არაფერს აღარ ჭამენ. ვეღარ. ასე რომ ბევრი ჩავყარე და ისევ ამოვიდე. იმას არ ვუშვები შაქარს, იმიტომ რომ სნიკერს მივატან და მიაიღოს ერთიცა. უყვარს. ისე უყვარს ბოსტნეული ამ ძაღლს, მომეგაურეცხო. მოდი ბონი გაგირეცხო. ისე უყვარს ბოსტნეული ამ ძაღლს, რომ ზოგჯერ მგონია ხოლმე რომ ბაჭია. ყურებიც ხო აქვს გრძელი და აი და როგორ წაიღო. ახლა გაგზნის იქ. საყვარელი რა გავაკეთო. ამოარჩია თან თავის ზომა პაწაწინა. ბადრიჯანის ხო ქონა იმ დღეს. გოსნაო ყავს ძალიან ხახო. ხილზა მეტად ბოსტნეული უყვარს. ახალსაც ჭამს, მაგრამ ბოსტნეული ძალიან უყვარს. უნაბი ჩემი შემოდგომის სიყვარული. ამინდოდა. ჩემი შემოდგომის რომანი უნაბი.
შვიდობის ახალხებო როგორ ახართ? როგორ ბრძანდებით? როგორ გიგითხოთ? კიდე სნიკერსი. ეს გადასია. ის თუ გინდა აიღე. პატარა მაიმუნი. ჩემი სნიკერსიდან ამ სნიკერსიდან ეს შემხვდა. მე წაყვანილია ზაღლიგმენტო არ შემილია. არ შემილია მისი საყვარლე. კაია ბონიჩკა. კაია დედა. ის თავის საჭმელი უყრია. არ აჭამს ხალხო, აი. ნახე. და იმ მეორე ჯამებში უყრი ხომ კვერცხს, ფილეს, რაღაც იმებს მაშინ ჭამს. თავის საჭმელს არ ჭამს. რამდენი ხანია უყრი არ ჭამს. მე შეჭამს, მე ის სულ უმატებ ცოტას რო შეჭამს, ცოტა არ ეყარს. მაგრამ აი ფაქტიურად არ ჭამს მაგას, რა არ უყვარს. ეს როდის ჩავრთენე და მინდი. მოკლედ ასე შემოტკბილებოცა ძვირფასებო. დავლიოთ დილის კოფე. ბაჩიმდა რა ხდება? ახალი ციფრი გამოჩნდა. რა მაგარია, როგორ მიხარია. მე უნდა ვიახობ. რა არ გიყვარს საჭმელი. არასაც არ ვჭამ. ფაფები არ მიყვარს. სუპები ნაკლებად ძალიან. მარტო რაღაც კონკრეტული სუპები იშვიათი. ბრინჯი ნაკლებად. თევზი ნაკლებად. რავი, ბევრი რამე არ მიყვარს. არა, მაგაც გონიათ ხოლმე, ყველაფერი მიყვარს. კაი, ღმერთო. ჩავიტყობი. ახლა ხდება. დავлеვ და მე ხო? ესე იგი იმიტომ არის ნათქვამი. ბავშვობაში სულ ხმაურობდი ხოლმე სუფრასთან. აიფერს არ ვჭამდი და ვარც მელაპარაკა. აბა ჩემი ყვა ხოლმე ზაღლი ჭამის დროს არ ეყებავსო. მაგრამ ძალიან არ მომწონდა ხოლმე გამოთქმა, მაგრამ ანუ ჭამის დროს რომ საუბარი
არ საუბრობ. იმიტომ კი არავის წესია და კანონია. უბრალოდ გემოს სხვანაირად გრძნობ რა. ხო ხტები რაც ვიძახი. სხვანაირად გრძნობ გემოს. თუ გააკეთებ, არ იცი შემოხვალდელი დღე, ამიტომ დღეს ხარ და დღეს შეცვალე. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაიწყებ. თავარია რაღაც ახალი გააკეთო. დღეს გავიგეცეთ და მე რა ხდება. დგებით, მივდივართ სამსახურში, ვიღლებით, მოვდივართ, ვიძინებთ. და თითქოს ყოველი დღე გავს ერთმანეთს. არა და რა მარტივად შეგვიძლია, რომ თითოეული ჩვენი დღე იყოს განსხვავებული, თუ დღის განმავლობაში ერთ ისეთ რამეს გააკეთებ, რაც აქამდე არასოდეს არ გაგიკეთებია. უამრავი რამ არის, რაც ჩემს დიაგნოზამდე მინდოდა რომ გამეკეთებინა, მაგრამ ვერ ვნახე ამისი დრო და მეგონა რომ ზუსტად ვიცი რომ მოკლედ ასე ხალხო მოვედი. თუ დაგვირაბი ხართ ცხოვრებაში რაღაცა რომ პერიოდი რომ მიდის სწორად იმდენი ხანი მიდის სწორად რომ ეჩვევი და აი რომ მიეჩვიე უკვე და ეს რო გახდა შენი კომფორტის ზონა ანდარი ჩავარდნა მე ესე ანუ იამა კი არა დახმართი შეგიმჩნევიათ და დაკვირვები ხართ მაგას უშაქროთ საშინელება აუ როგორ გამიხარდა ხო და მოკლედ ეხლა მე მაქვს ეგეთი პერიოდი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აქედან გამოვიძრე გელის ისა აი შეგინთ რო ხომ გელი აი ეს აი ჩაბრუნებული აქედან 3 დღეა ვიძრობ და ეხლა გამოვიძრე აი ქობრუნდება ხოლმე შეგინთ კი ვისუფთავებ ხოლმე იმით მაგრამ მაინც რჩება ხოლმე ძალიან კიდეებში და მე რბილდება და გამოდის რაღაც დროის მერე ხო და იმას გეუბნებოდით რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პერიოდი მაქვს მე არ ვიცი ხოლმე მოგცევა გადაწყვეტილების გარეშე აი პირდაპირ რომ მივქანდე გავქანდე რამე გავაკეთო ეგეთი ტიპი მე არ ვარ შესაბამისად ყოველთვის ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას ჯერ და ეხლა მაქვს ცხოვრებაში ძალიან ეგეთი პერიოდი რა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღებაც და არ მიიღებაც რეალურად ჩემს ცხოვრებას სრულიად შეცვლის. და რომელიც ნახე როგორ არის, ეგ ისეთ გადაწყვეტილია უკვე, ანუ ეგ ჩემზე არ არის დამოკიდებული, ანუ არის ფაქტი და მორჩა. ჩემზე ის არ დამოკიდებული, მე როგორ მოვიქცევი ამ ფაქტთან მიმართებაში. და ქალის სურნელი ვისაც გინახავთ ფილმი Al Pacino's გმირი ამბობს, რომ ანუ აქებს იმ ბიჭს რა მთავარ გმირს, რომ ნუსჯითო. იმისთვის, რომ სწორად მოიქცაო, რადგანო მე ცხოვრებაში ყოველთვის ვიცოდიო, რა იყო სწორი გზა, მაგრამ არასოდეს მასე არ გამივიდა, ესეთი რთული იყო. ყოველთვის არასწორი გზა უფრო მარტივია, და სწორი გზა უფრო რთულია. და მე ვემზადები სწორ გზაზე გასავლელად. ჩემი ცხოვრების კიდე ერთ მნიშვნელოვან სფეროში. და საკუთარ თავთან საბოლოოდ ჩასახუტებლად, იმიტომ რომ როცა იცი რომ ეს სწორია,
და სწორად იქცევი შენ თავისკენ დგავს ნაბიჯს. როცა იცი რომ ეს სწორია და შენ არასწორად იქცევი შენი თავის გარდგავ ნაბიჯს. ანუ ერთ შემთხვევაში შენ თავს უახლოვდები და მეორე შემთხვევაში შენ თავს შორდები. აი ეგა. მე მინდა დავახლოვდე. მიყვარხარ ძალიან, აბა რა მომწერა ჩემმა გოგომ. ბონჩკა მეორე ისა იყო, რა ქვია. ბულგარული წიწაკა. თან თქვენ გელაპარაკებით, თან კომენტარებში მინდა წავიკითხო. და ისა კიდე რა მინდოდა მე თქვა, ხოდა თუ ეხა თქვენს ცხოვრებაში არის პერიოდი, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ფიქრობ, იცოდე რომ ჩემი ვიდეო შემთხვევით არ შეგხვდა და იცოდე რომ ეს ესეთია. საბედის წერვა სამყარომ გამოგიგზავნა იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რთული იქნება. მაგრამ ანუ სხვა გზა არ გაქვს. ანუ ეს ისეა, გახსოვს ზღაპრებში რო იყო. საბავშვო ზღაპრებში აქეთ წახვალ ის შეხვდება, იქით წახვალ ის შეხვდება. ანუ თუ სწორ გზაზე წახვალ, შენ ცხოვრება ისე წავა, როგორც უნდა წასულიყო, როგორც შემოქმედს ქონდა ჩაფიქრებული და თუ არასწორ გზაზე ივლი, მის ჩანაფიქრს აცდები. ეს შეიძლება სხვის მეორეს ჩანაფიქრში მოხდე. ამიტომ ხსოვ ფიქრობ ხოლმე ის ადამიანები, ვისაც რაღაცა უბედურებები შეემთხათ. აი მაგალითად კესარია. აი მაგალითად სალტანატი. რამდენჯერ უნდათ რომ მაგალითად დაშორებოდნენ მოძალადე ქმარს, ხო? შეიძლება მოძალადეც არ იყოს, შეიძლება სამსახურიდან წამოსვლაზე იყოს, ან სწავლაზე, ან ნებისმიერ რაღაცაზე, კონკრეტულ ეგ შემთხვევები მახსენდება ხოლმე, იმიტომ რომ ეგ საბედისწორო დამთავრდა. და ის ფიქრობ ხოლმე, რომ მოქცეულიყო სწორად და რთულად. იქნებ დღეს ცოცხლები იქნებოდნენ. ანუ ვიძახი რომ გაეწყვეტათ ის, რაც უნდა გაეწყვეტათ. ხო, სულ ფიქრობ ხოლმე ეგეთ რაღაცა ღმერთო, რატო არ ეგეთი აუტანე? გენ ტაბუკია. საოცარი გოგო ხარ. შენი მოსმენის დროს ბევრ რამეს ვაანალიზებ ცხოვრებაში. მიხარია. ლეკვი სადღა, ვეღარ გვახალისებს. ლეკვი არ ყავს ჩვენ. ეს ლეკვის ზომისაა, მაგრამ უკვე დაძაღლდა. უკვე ძაღლია. გამწარებულ ჭამს იმას მეორე ბულგარულ წიწაკას, აქაურბა რაც გავს არ იკითხოთ. შეჭამა. ჩემო ძაღლმა. შეჭამა. მეორე ბულგარული. ეკვი არა დაძაღლდა უკვე დიდი გოგოა. ბაბი გიყურებ ნინი 4 წელია. როგორ მალე გაიზარდა ევიტო, როგორი საყვარელია. უფალმა ჯამთელად გამყოფოს შენ ტკბილ ოჯახში. ჩემი შვილიშვილი 2 სექტემბერს 4 წლის გახდა. რომ იცოდე ჩემი შვილი ვერ მოესწრო. ყველას ჯვარი წერია გიყურებ და ვუძლებ. ძალიან მტკივნეულია ძვირფასო. არ ვიცი. მით უმეტეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ეგეთი ამბები, იმიტომ რომ მე მაქვს გამოვლილი ჩემ თავზე და ვიცი ყველაფერი რა მტკივნეული და რა საშინელია. წუხარ ძალიან, მაგრამ ეს სიტყვები არაფერს არ ამბობს. ვერაფერს ვერ ამბობს. ბედნიერი ყავდა შენი 4 წლის საყვარელი ბავშვი. ჯამრთელი და ბედნიერი. სანონინი რამდენ კალორიას იღებ დღეში? 1200, 1400, თუმცა 1200 თითქმის არასდროს არ ვიღებ.
ვიღებ 1270-1200, ну 1300 მოკლედ თქვა, 1300-1400 ესე. თუმცა არის ხოლმე დღები 1500-ს ვჭამ, არის ხოლმე დღები სად მე ვხვდები შემანარჩუნებელსაც ვჭამ, არის ხოლმე დღები, როცა მაგალითად არ ვითვლი, ახლა ჩემი დაბადების დღე მოდის 10-ში და 11-ში ვაპირებ, საერთოდ არ დავითვალო და ასე რა ვიცი. და ნელა ვიკლებ, იმიტომ რომ ცხიმი იწვის, იმიტომ რომ ჩემი წონა უკვე აბსოლუტურ ნორმაში, ახლა სულაც რო არ დავიკლო, ითვლება მედიცინურად, რომ ჯანსაღი წონა მაქვს, მაგრამ მე მინდა ჩემი წონის ქვედა ზღვარი და ამიტომ ორგანიზმი ძალიან ნელ-ნელა მაძლევს და თან პლუს ეს წონა მაქვს უკვე რამდენი წელია? ევაზე რომ დავორსულდი 57 ვიყავი, ახლა 55 ვარ. ანუ 57-ზე ვიყავი 5 წელი. დაჟე 57-ზე არ ვიყავი. 5 წლის წინ ვიყავი 57-ზე, თორე რო დავორსულდი ევაზე, მე ავედი ზემოთ. ანუ მინიმალური წონა 5 წელიწადში იყო ჩემი ისა 57. მე 7 წლის წინ ვიყავი 55 და მაგის წინ ვიყავი კი 52-53. ანუ რამდენი წელია არ ყოფილვარ იქ, სადაც ახლა მივდივარ, ხვდები? ანუ სხეული მიდრეკილია შეინარჩუნოს ის წონა, რომელზეც წლების განმავლობაში იყო. თინათინინი მიყვარხარება რომ გაჩენ იქენ გიყურებ და როცა დაუბერდებით შენს ვიდეოებს რომ ნახავ როგორც იხავლი იქნება და სასიამოვნო აუ რა მაგარი იქნება ღმერთო ყველა დაგვაბერე ღმერთო მაღალო ნინი ყავსთან ერთად რომ ტკბილეულს მირთმევ რა ქვია და საწყილო ძალიან ბევრი ტკბილეულს ჭამ მაგრამ გუშინ ვფიქრობდი ეს კომენტარი რომ ნახე და მე მგონი იმაზე მეკითხები ჩავსვავ აქ ფოტოს კაი ნუშიან ნამცხვერზე ბატონჩიკზე მეკითხები მე მგონი და ჩავსვავ აქ ია ჩემო საყვარელო დიდი მადლობა ვნახე შენი ლაიქი და ძალიან გამიხარდა ხო ძალიან ლამაზი ხარ ძვირფასო და ძალიან გიხდებოდა ის შავი კაპა მე ხო იცი როგორ მიყვარს შავი შენც როგორ მიყვარხარ და ერთად ჩემთვის შავი დიდებულების ფერია მარიამ ოხ როგორ მომნატრებია ჩემი პოემები წერა კომენტარებში და მე შენ პასუხებს და აზრებს მოსა აუ მეც ძალიან მომნატრებია გუშინ ფიქრსენი აი თუნდაც როგორი კარგია რომ მყავს ასეთი ადამიანი შენი სახით რომელმაც ისეთი რჩევები მომცა თავისი გამოცდილებიდან რომელსაც გავითვალისწინებ და წლებს აღარ დავკარგავ პასუხების ძიებაში ბაიმე ეს ძალიან ის იყო ჩემთვის ძალიან დიდი შეფასება თუ ეგრე იქნება საერთოდ არ ვარ მორჩილი ადამიანი, მაგრამ შენ რომ თქვი, ჩამოწერო და დავიჭირე ხელში კალამი და ბლოკნოტი ეგრევე რა გავლენა გაქვს. ეგ იმიტომ რომ სწორი რაღაცა კითხავი და სასარგებლო. აბა ცუდი რამე მეთქვა. მაგრამ მაგალითად რომ ვფიქრობ, თანაც მაქვს ყველაფერი, რაც ოდესმე მე მდომებია, მე რა ხდება. შენ თუ გქონია ასეთი მომენტი, არ ვიცი ამ ფიქრებს რომ გავყვები ხოლმე სიგიჟის ზღვარზე ვდგები. პირველად მქონდა ახლა ეს მომენტი, რომ აი უკვე ზრდასრული ვარ და თითქოს რადგან აქამდე არ ვფიქრობდი, დიდად ახლა აღარ მეპატიება რომ არ ვიფიქრო. მშობლის ყოლა და მშობლების სიყვარულიც არ არის გარანტია იმის, რომ თავს მარტო არ იქცნობ. მე ემოციურად ჩაკეტილი მშობლები მყავს გამოხატვა არ შეუძლიათ. ძალიან ადრე ვიღვიძებდი ხოლმე მანქანის ტარებას, რომ სწავლობდი დიდი ხუთზე და ისე სიამოვნე და გათენების ნაწილი რომ ვიყავი. და სახში და გაიტაც რომ სიჩუმე და სიმშვიდეა მაგზოს. სხვანაირი ვაიბი აქვს დილას და ან მომწონს, მაგრამ რა ვქნა, ამერიკის როის მუშაობ ჩემი ტვინი, უცებ დავფიქრდი ეგ იმაზე ხო არა დამოკიდებული რომელ მონაკვეთში იბადები, მე ღამე დავიბადე, ნუ მეორე დღე რომ იწყება პირველზე. აჰა, ახლა შეგიძლია ალტერ ეგო შექმნა დეა. ესე იგი შენ ჩემნაირი ხარ. ესე იგი რამდენ რამეზე ფიქრობ და რამ სიღრმეზე მიდიხარ პროსტა. ესე იგი ახლა დავიწყოთ. ანუ ჩემი რჩევა მაინც აიმე ჩემ რჩევაზე მაინც დაგეხარჯება, რომც გაითვალეს, რომ მაინც დაგეხარჯება წლები, იმიტომ რომ ამის პერსონალიზაცია უნდა მოახდინო, ანუ საკუთარ თავზე მორგება და ნუ ამაში მაინც მიდის დრო. ხო, თუმცა რა თქმა უნდა, აი რაღაცები, რასაც მაგალითად უფრო მოკლე გზით გაივლი სადაც, იმიტომ რომ სხვამ გაიარა. ანუ და შენ აღარ გაივლი იქ, ანუ მოკლე გზით გაივლი, აი რო იცი რომ მაგალითად ეხა აქედან გასასვლელია პირდაპირ და ერთი არის ასე უნდა მოვარო და არც ერთ გზაზე არ ყოფილხარ, შეიძლება იმ გზაზე წახვიდე, რომელსაც ყველაზე შორი გზა არის, ხო, მაგრამ ვიღაცა გეტყვის რომ აი აქ მე გავედი და ამ ხელა გზაზე მოვარ და ასე პირდაპირ გადაჭრიდა ჩახვალ და ეგრე ჩახვალ და იმ დროს დაზოგავ, ხო? ანუ არის რაღაცები რაში შეგიძლია ჩაჭრა და აი რაღაცები ვერ ჩაჭრი. ნუ, საინტერესოა.
ხო, ის რო აიღე და ჩამოწერე ძალიან კარგია. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ არ მორჩილი ხარ, ან მე მაქვს გავლენა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჭკვიანი ხარ. ნახე, ჭკვიან ადამიანს შეუძლია დაინახოს სწორი რჩევა და აითვალისწინოს, იმიტომ რომ მისთვის არის კაი. და სულელსაშუალია ეგ. ხო. და დარწმუნებულად ძალიან ბევრმა ჭკვიანმა ადამიანმა გააკეთა ეგ გუშინ. და ბევრმა არ თქვა. რომ არ თქვას, რომ მე რო უთხარი იმიტომ ქნა, არიან ეგეთებიც. მაგრამ ყველას ხმათ მას შეარგოს. ხო. თუმცა თქო, როცა ადამიანი ამბობს, ძალიან მიხარია და ბედნიერდები. ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ აი ერთი გამოთქმა ხო გაგია დარწმუნებული ვარ, რომ მიეცი ადამიანს ყველაფერი და ის მიხვდება, რომ ყველაფერი არ ყოფილაო. ანუ არ არსებობს, რომ ყველაფერი კონდეს. ანუ მაგალითად ეხარებიც გინდა და 5 წლის მერეებიც გინდოება, იქნება სულად ანუ დაგემატება ეს მინდები რა. აი ეგ იცი როგორ არის, ფული რო გაქვს მაგალითად ხელფასი სიტყვაზე ვიჯახე 800 ლარი და ფიქრობ, რომ აი 1500 რომ მექნება, აი რამდენ რაღაცას გავაკეთებ და როგორ კარგად მეყოფა და მე სიტყვაზე გაქე 1500 ლარი და ეს ყველაფერი რო გააკეთე, რასაც ფიქრობდი რომ გააკეთებდი, ეხლა გაგეზარდა მოთხოვნები ხდება და ეხლა ეს 1500 აღარ ყოფნის და მე რადგან მოთხოვნები გაგეზარდა აღარ ყოფნის და მე ახლა ამ 1500 ფიქრობ, ახლა 3000 რომ მქონდა ეს 10000 რო კონდეს, 10000 დახარჯოთ შეიძლება ის რომ კიდევ უფრო მეტი გჭირდებოდეს. ხო ხტები რაც ვიძახი, ანუ მარტო ფულზე არ არის ეს საუბარი, ეს არის ნებისმიერ რაღაცაზე რა. ანუ ეს გვაქვს, მე ეს გვინდა, ეს გვაქვს, მე ეს გვინდა. და ეს ბუნებრივი, ანუ ადამიანი არ ვწვათ თუ ადამიანი ვითარდება. არიან ადამიანები, რომლებიც აი სკოლაში, ბაღში იცნობდი, სკოლაში იცნობდი, ბავშვობაში იცნობდი და გავიდა 20 წელი და ნახე და ზუსტად ისე რაც იყო. ყველანაირად. ანუ უარესი. იმიტომ რომ როცა ადამიანი საკუთარ თავზე არ მუშაობს, უარესისკენ მიდის. ანუ ზუსტად იქ ვერ რჩება. ანუ თუ იყო ძალიან კარგ ფორმაში, ემატება წონა მაგალითად. ანუ თუ ქონდა რაღაცა მონაცემი ბუნებრივად რაც აქვს ადამიანს, მაგალითად იყო ბუნებრივად ძლიერი და არ ვარჯიშობდა და ამას არ ინახავდა, არ აძლიერებდა, გახდა უფრო სუსტი. თუ იყო ძალიან ჭკვიანი, მაგრამ არ სწავლობდა, ეს ანუ შლუნგდება ეს ყველაფერი, ხო ხტები? ანუ აი დანასავით აი თუ არ გალესა შლუნგდება, ეგეც ეგრეა რა და თუ არის ადამიანი, რომელიც არ ვითარდება, მიდის ქვემოთ. და ის ადამიანი კიდე, რომელიც ვითარდება, იმას ყოველთვის აი ეხა მაგალითად, ეხა რაღაცები გინდა, ვერც კი წარმოიდგენ 5 წლის მერეები გენდობა თუ ვითარდები. ანუ შესაბამისად, ეგ არასდროს არ მოგივა, რომ ეხა ყველაფერი მაქვს და რაღა უნდა გავაკეთო ამ ცხოვრებაში, ეგრე არასოდეს. ნუ მე არ მქონია ეგეთი სიტუაცია. ხო და რა ვიცი, დაწერეთ თუ ქონიათ ვინმეს. მგონია რომ ეგ გაჩერებაა. ანუ თუ ჩათვალე რომ ყველაფერი მაქვს და არაფერი აღარ გინდა, არაფერი სურვილი. ანუ შეიძლება მაგალითად სახლი იყიდე, ოჯახი შექმენი, შვილები ყავს, ანუ ძირითადი რაღაცები გაქვს, მაგრამ კიდე გინდა რაღაცები. მაგალითად გინდა გაიუმჯობესო ფიზიკური ფორმა, გინდა რაღაცა ისწავლო, გინდა სადღაც წახვიდე, ანუ არის რაღაცა დიდები რაც გინდა, არის პატარები რაღაცები რაც გინდა. არის რო შვილს გაუკეთო რაღაცა სიტყვაზე, ხო? ანუ ეს არის სულ არის. სანამ ჩვენ ვართ, სულ არის და ეს სამშვენიერია და ეს ენერგიით გვავსებს. ასე რომ არ იქნება პერიოდი, რომ აი ყველაფერი გაქვს და ისე დარჩე. და თუ ყველაფერი გაქვს და უბედური ხარ, ესე იგი ყველაფერი არ არის, ჩვენ გინდოდა. ეგეც არსებობს. არიან ადამიანები, რომელსაც სინამდვილეში თვითონ არ იციან რა უნდათ, ყოველთვის სხვის ჩაძახებულზე აკეთებდნენ ყველაფერს და ეგონათ, რომ ეს ყველაფერი რისთვისაც იბრძოდნენ თვითონ უნდათ, მაგრამ მაგალითად უნდოდა ვინმეს, დედას, მამას, ბებიას, ბაბუას, ვიღაცას, ვინც ჩააგონა, რომ შენ ეს გინდა და ის რაღაცები აქვს ადამიანს, მაგრამ სინამდვილეში ეგ რაღაცები არასოდეს არ უნდოდა. და ეგეც არის, რომ ეგ არ უნდოდა და რატოაც უდაც ეგეც არ იცის. საშინელია. ფსიქოთერაპევტი უნდა მაგას. ნუ შენთან არ შევშე, მაგრამ საწავედი. ხო, სიგიჟის ხარზე მე ვთქვი ხოლმე, ბევრ ფიქრს რო გავყვები და ეგეც ნორმალურია, ღრმა ადამიანების ის არის გასაჭირი. ხო, ეს ნიშნავს გაზდას, ნახე, როცა ეს მომენტი გაქვს, რომ პასუხისმგებლობები გემატება. და რომ შენ თვითონ ვეღარ პატიობ რაღაცას, რაც სადღაც წარმატებით პატიობდი, რო არ გეფიქრა, ანუ რაღაცაზე პასუხისმგებლობის არაღებას, ანუ უპასუხისმგებლობას, ანუ ეს არის გაზდა. და გაზდას აქვს თავისი
სირთულეები და სიმძიმეები, მაგრამ სიამოვნებაში გაზდა ყველაზე დიდებული პერიოდია, იმიტომ რომ მხოლოდ ამ დროს ხარ სრულიად შენი თავი. ანუ რაც უფრო დასრული ხარ, მით უფრო შენ ხარ. და ეს მშვენიერია. ხო. მშობლების ყოლა და მშობლების სიყვარული არის გარანტია იმის, რომ თავს მარტო არ იგრძნობ, უფრო მეტსაც გეტყვი. არც შვილების და ქმრის ყოლა არ არის გარანტია, რომ თავს მარტო არ იგრძნობ. ანუ ჩვენ სულ მარტოები ვართ. როგორი კარგიც არ უნდა ყავდეს გარშემო ადამიანები, ჩვენ მარტოები ვართ. და ყოველდღე ჩვენს სიმარტოვეს ჩვენ ვზირავთ. და თუ ვინმე არის, ვინც ცდილობს, რომ თავის სიმარტოვეს სხვაზე გადაიტანოს, მას სამუშაო აქვს. დიდი. და მე დიდხანს ვიყავი მაგ პოზიციაში. მაგრამ მე მივხვდი, რომ ისტორია არ არის და დავიწყე ჩემით გამკლავება. მარტო მოვდივართ, მარტო ვართ და მარტო მივდივართ, მიუხედავად იმისა, რამდენი ხალხი ყავს გარშემო. და ამის გააზრება და გაზიარება ძალიან მძიმეა. დილას აქვს საოცარი თავისი სული, რომელიც არ აქვს არავის, არც ერთ დროს. ღამეც ძალიან დიდებულია, ძალიან ლამაზია, მაგრამ ღამეს აქვს თავისი სიბნელე, სიბნელე არა ვიზუალური, არამედ ანუ ენერგეტიკა. ბევრი ბოროტება ხდება ღამე და ღამის ენერგეტიკაში მე მაგას ვგრძნობ. და დილა არის აი დილაში არის ღმერთი, ისეთი წმინდა დილა. ისეთი უმანკო და შეურყვნელი, როგორც ღმერთი. აი თითქოს გარეთ ღმერთი დგას. აი ეგეთია დილა. აი ამაზე არც დროს მიფიქრია. დღეს რომელ მონაკვეთში დაიბადე, მაგაზე როა დამოკიდებული და შეიძლება არის. თორნიკე მაგალითად ღამის ადამიანია. და თორნიკეც ღამეა დაბადებული. პირველი 15 წუთია დაბადებული თორნიკე ღამე. ან 19-ში დაიბადა, 15 წუთით იყო დაწყებული 20. და ანდრეაც ღამეა დაბადებული. ანდრე კიდე 5 რიცხვშია დაბადებული ეგრე, რომ 15 აკლდა 12-ს. ეგრე ანდრეა დაბადებული, ანდრე იმიტომ დარჩა 5-ში. და თორნიკე იმიტომ გადავიდა 20-ში, რომ 15-ს გადაცდა. ევა დღისაა. 5 საათსა და 25 წუთზე დაიბადა ევა. მე დღის 2 საათზე დავიბადე. შეიძლება მაგაზეც არის, არ ვიცი. საკმარისად ბევრ ადამიანს არ ვიცნობ. დღისით და ღამე დაბადებულს ვიზეთ შემიძლია ეგ თქვა, თუმცა ჩემ გარშემო ვისაც ვიცნობ და ვისი დაბადების თარიღიც ვიცი, ანუ საათი. იმასაც შემიძლია თქვა, რომ შეიძლება ეგრეა კი. და არა მარტო საათი, მე მგონია წელიწადის დროშიც აქვს მნიშვნელობა. შემოდგომისები ღრმა და მძიმეები ვართ. სიღრმე სიმძიმეს მოიცავს, უდრის. ანუ არ არსებობს, რომ სიღრმე იყოს და სიმძიმე არა. ანუ ერთხელ მაინც ვინც ღრმად ჩასულა წყალში, მაინც სამხელა სიმძიმეა. და სულში კიდე თამარი ძალიან ძლიერი ქალი ხარ. არა, თამარი არ მომიხდებოდა. ირმა ჯანმრთელობისა და სიყვარულის სავსე დღეებს გისურვებ. მადლობა, ძალიან მომწონს სახელი თამარი, მაგრამ ჩემ თავთან ვერ ვასოცირებ. ეკანი შენ მშვიდობის წრედი ხარ. ფაიმე, მადლობა ძვირფასო. გამარჯობა ნინი, ძალიან გიხდება საყურები, მიხარია მხიაულს და ბედნიერს რო გხედავ. Снеба, капли бьет по ладоням, как ты до сих пор меня не понял. Который раз за тобой по неволе, вагон и воду, вагон и воду. Вау, მუსმინეს იგი ამ სიმღერას და ეხა კითხვა. სად არის შენი ძოლი? ლელო ჯამთელი და ბედნიერი იყავის საყვარელო, უკან ხო არ დგას ტაფით. ნათი ანალოგიურად მეც თითქოს ჩემსას ლაპარაკობ. ვისი აზრი მაინტერესებს მე. ხო, ეს ასწორია, იმიტომ რომ აი შენ თუ ცარიელი ხალხის აზრით დაინტერესდები, რომელსაც თავისი ნაგავი სანაგვემდე ვერ მიუტანია, მაშინ შეც მათ რიგებში ჩადგები ეგა. მეტი არაფერი.
ლელა როგორი კარგები და ლამაზები ხართ შენ და ევანი მიხარია რომ გიყურებ და მიყვარხართ მე ძალიან მიყვარხარ ძვირფასო ინგა ჭკვიანი ყოჩაღი ოქროს ხელება ნინი ოხ ჩემი საყვარელი ინგა როგორ მიყვარხარ ინგა რო არა ჩვენი მარათონი ხო ვერასდროს გაგიცნობდი ესე მარიამ ნინი ლამაზად დღეს გავაკეთე შაურმა ქათმის არიან გემრიელია ძალიან მიყვარს შენს გიყვარს ხაჭაპური თუ შაურმა მე ხაჭაპური არ მიყვარს მე მიყვარს პიცა ზედმეტ ცომი სადაც არის არაფერი არ მიყვარს ოღონდ წონის გამო არა ბავშვობიდან ეგრე ვიყავი ბევრი ცომი არაფერში არ მიყვარდა ირმა მაგნიტური ქარების გამო გათიშულა მაგთი უი არ ვიცოდი ირმა ჭანკვეტაძე რა კარგები ხართ თოკო ანდროსი მადლობა ძირფასო ძალიან კარგები არიან კი და ძალიან ბედნიერი ვარ და მადლიერი ღმერთის მაგის გამო ბაბინი ჯამთელი და ბედნიერი იყავი მთელი ცხოვრება მადლობა ჩემო საყვარელო ნინი აი სათაური რომ წავიკითხე და მოგისმინე ეგრევე ვიცოდი მე რაც დავწერე ზუსტად შენი იყო არც მნიშვნელობა ვიცოდი შეგხედავს ადამიანი და შენ ხარ დეა დილიდან მე დეას დაგიწერ დღეიდან მე დეას დაგიწერ არ გამოვჩერი კომენტარებით ნინი ამ ბოლო დროს მაგრამ მაინც გიყურებ და გისმენ ხო ანუ ნახე როგორი რაღაც არის მე თან ვიცოდი მნიშვნელობა ანუ პროსტა დეა რო გავიგე ძალიან ბევრი გამიგია ვიღაცებს უკვე სხვა ხშირი სახელი არ არის მაგრამ ანუ დეაკოს რო ამბობენ ხოლმე და რაღაცა დეაკო არ არის ჩემი სახელი და აი მენა დეა რო გავიგე და ანუ ჩემ თავს რო დავადე იმენა ერთიანი იყო ერთიანი მთლიანი იდეალური ნამდვილი ჩემი სახელი და მეც არ ვიცოდი მნიშვნელობა და რა ვთქვი აი ესე დამიწერეს მეთქი აი იმდენად ჩემი რომ მეტი არ შეიძლება მეთქი თოკო შემოვიდა ნახე და რას ნიშნავს და მაჩვენა ნიშნულობა თა ზუსტად მასე ვარ მეცნი და ამიტომ ეს შენი ბოლომდე ვისი აზრი მაინტერესებს ძალიან მიხარია ძვირფასო ძალიან ბედნიერება ეგრე რომ ფიქრობ ჩემი თაკო ჩემი საყვარელი ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში რომ ისა ვერ იმას გიქენი ვერ მოგწერა პირადში და ვერ მოგილოცე დაბადების დღე ფიქრობდი 2 დღე აი 2 დღე ფიქრს ხო ჯობდა 5 წუთი მექნა ეხა კი მწვენია იმიტომ რომ გავიდა მაგრამ ვიდეოში ხო მოგილოცე დავიკავი მართლე ნიტამელკა 100 მილიტრი ჯაგერ მაისტერ დაახლოებით 200-300 კილოკალორია 1 შტოსი 40 მილილიტრი 120 კალორია 35 გრადუსიანია ხო მეც ვნახე და 250 კალორია მითხრა და ყველაზე მაღალი კალორია ქონია მე რაც მინდოდა იმას ესე იგი მარტინის უფრო ნაკლები აქვს ღვინოს კიდე მაგრამ ღვინო არ მიყვარს მარტინი ცოტა მიდის მაგრამ აი ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა იმის გემო ჯეკდენიელსაც ვერ ავსვავ მე ან რაღაც არაყევით არის ჩემს ის არის იდეალური გემო ჩემს არც მინდა ბევრი პატარა ჭიქაში აი ერთი პატარა ჭიქას დავდე 12 რო გახდება და 3 შეიძლება რავი რამდენი ჩადის პატარაში ნახევრამდე ჩავასხამ და 3 იმინა ჩემ დაბადების დღეს всё მე არც მჭირდება მე არ ვარ ანუ მე არ მიყვარს სასმელი ვერანაი кайფს ვერ ვიღებ მისგან ზუსტად მინდა დაბადების დღე მქონდეს ის სასმელი რომელიც მიყვარს რაოდე აქ ვარ ანი როგორი ცლოვანი ყოფილა კოტის დედა ბედნიერება ეგეთ შეგნებული ადამიანების არსებობა გული ამიჩქარდა რომ მახსენე როგორი ნამდვილი ხარ ყოველი შენი სიტყვა მესმის და ვგრძნობ კი საოცარი ადამიანია აი საოცარი რავი მე ძალიან მიყვარს და სულ მეყვარება ანი შენ რო გეთქვა რომ მე ლამაზ თვალებანი ვარო ეგრევე გიცნობდი ანუ ხო უბრალოდ ანი მითხარი და ეგრევე ვერ გიცანი ეგრევე გიცნობდი იმიტომ რომ შენ შვილსაც ზუსტად ეგეთ თვალები აქვს ძალიან ლამაზი დახატული ხატია თვალები აქ ვარდე ისეთი გემრიელი ჭამა ის მეც გამოვიძახე შაურმაო ინგა როგორი კარგი ხარო მადლობა ჩემო საყვარელო მე ღამე მიყვარს უფრო სიმშვიდეს გრძნობ საქმის კეთებაც ღამე მიყვარს ძირითადად მეძალება ძილი მირჩევნია ხო აი შენ ღამის ადამიანი ხარ და იმიტომ
რა ლამაზია ფერადიც მისამაგრები ნინეტა ერთსელი რაღაც 100 მკითხა 6 ხალში მივეცი რა მივეცი 6 და რაღაცა 6.5 გონი ან 4.5 ან 6.5 იაფი მაგრამ არაა კაი ხარისხი ანუ ერთმანეთს ახლა ხუნება კბილები უხარისხოთაა გაკეთებული ქეთევანი წარმატებული და პროდუქტიული დღენინია როდის შეკავს სკოლაში ჯერ 5 წლისაა ებარა სკოლაში ია რა უცებ გავიდეთ რო თითქოს ხახანს ქონდა ნინი დაბადების აბა როგორ მალე გადის მიფრინავს დრო ახსოვს ეგ სიმღერა მარი როგორ ახარ საყვარელო და მიხება მე მინდა რომ ეგა ნინი ზუსტად შენი ტოლაშვილები მყავს ეგა ჩემი გოგო მე ვარ შენი მაყურებელი წლებია მე ირმა დეი და ვარ არ ვიცი რა გითხრა შენი მოსმენა მთელი მედიტაცია ძვირფასი ფსიქოლოგი იქნებოდი მიყვარხარ დედი და მინდა სულ სიხარული და ბედნიერება იყოს შენი მეგზური მადლობა ჩემო ძვირფასო დიდი მადლობა იცი რა ბავშვობიდან ყოველთვის ვიცოდი რომ ჩემი პროფესია შეიძლება ყოფილიყო ერთადერთი და ეს იყო ფსიქოლოგობა მიუხედავად იმისა რომ ყველა გარშემო მეუბნებოდა რომ ლიტერატურა ცოდნე უნდა გამოსულიყავი იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ჩემი ნაწილია ეგეც ანუ მე ყოველთვის ვიცოდი რომ ფსიქოლოგი ვიყავი ანუ და სულაც რა არ შევაბარო და დავამთავრო ანუ აი არიან ადამიანები ვისაც სულში ეს აქვთ არიან ადამიანები ვისაც სულში ეს აქვთ არ აქვთ შეიძლება ადამიანმა ისწავლოს დაამთავროს კიდევაც მაგრამ სულში ეს არ ქონდეს სწავლია არ დამთავრები და სულში ეს მაქვს ფიში გააკეთე მამა არ არის ეს სხვა ტაქსი მამას ნეილანქანდეინ ახლა სადარი მამაა ანუ სულ ვითვარ ფსიქოლოგი. არ შეიძლება ვისწავლო კიდეც. მოდეს ვნახოთ. არასდროს არ ვიტყვი არასდროს. მაგრამ რომც არა, ჩემი სული ეგეთია. ანუ მაინტერესებს ადამიანები, მათი სულიერი მდგომარეობა. შემიძლია ძალიან ადვილად წავიკითხო სხვა, გავიგოს ხვისი ტკივილი. თუ კი არსებობს სიტყვა, რომელსაც შეიძლება დაამშვიდო, გამოვნახო ეგ სიტყვა. ანუ ჩემი სულის ნაწილია. მადლობა ძვირფასო. ინგა კაცმე ვარო ძალიან მაგარია მერე ირმა ნათელი და სამთელი მისულს როგორი ლამაზი ქალბატონი ყოფილა თამარა ბებოზე საოცარი ადამიანი წავიკითხე ყველა კომენტარი მიყვარხართ დონაციისთვის პირად ნომერს დავწერ, ვისაც სურვილი გაქვთ, ძალიან დამეხმარებით და გამახარებთ. გუშინ, ჩემმა გოგო, ნია, მარათონში ვიც ყავდა და მარათონშიო დამემატა, მას მერე გაიგო ჩემი არხის არსებობის შესახებ YouTube-ზე და რო გაიგო, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, 100 ლარი ჩამირიცხა გენეტიკური ტესტისთვის. ნია, დიდი მადლობა, საოცრება ხარ, მიყვარხარ. ხო, მოგრეთ, ასე შემოკარგებოთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით ჩემი წონაშკლების მარათონში, სადაც ვისწავლით, როგორ გავხდეთ გამხდარი ადამიანი. მარტო წონაში კი არ ვიკლებთ, ჩვენ სწავლობთ, როგორ ვიყოთ სამუდამოდ გამხდარი ადამიანი. ეს საოცრებაა.